მითი ვიწყებთ, მოდი ზურგით. ზურგით არა იმით, დავიწყეთ მხრები და ჩავალთ ქვები. წავით. ინტროდაქშენი არ გამიკეთებია, თორნიკე არის 12 რაუნდის მწვრთნელი. One of the best. ანსვინგები, ჩვეულებრივი. Okay. დაიწყე. კარგად მიეცი რა, მთლიანად მობილობას ამემდეს ყოფნის გავუშვი. 12 გამეორება წინ, 12 გამეორება უკან. მეს. იდაყვები, ხელები გაშალე და იდაყვში ამოძრავე მარტო. დელტებში არა. მარტო იდაყვები, მერე წინ. მაჯერ სტანდარტულად ჯგუტით უკან გადატანა, წინ გადმოტანები. 12 გამეორება, 1 2 ნუ ჩქარო. 3 4 ტრაპტემზე ვიყავი. თავარი არ არის სიჩქარე რა, გახურების დროს მით უმეტეს. თავარია რომ კარგად იგრძნო, კარგად ასე ვთქვა დაზეთო. მაგრამ ყოველთვის დინამიური გაწელვები. კი, სტატიკური გაწელვები მით უმეტეს მძიმე წონების წინ არის ყველაზე სუდი რაღაც, რაც შეგიძლია. Yes. სტანდარტულად დაიჭირე და გამოვიტანე. რაც უფრო განზე გაწევ ხელს და ჟღუდს უფრო ქვევით მოკიდებ, მით უფრო მეტი რეზისტენტულობა იქ. მარტო იდაყვის საქსარში მოღუნე ხელი. ეს და ყურადღება მიაქციერო, ბეჭები არ აგეწიოს, ტრაპეციები არ ჩაგერთოს, ყოველთვის გასწორებული, ბეჭებში გაშლილი, მარტო იდაყოს ამოძრავები. წავედით ახლა ჯერ ადრია იგენ. ორნახევრები, ორიანებით დაიწყე, გახურებისთვის გეყოფა. შეგვენი ამაზე მაგალითად ვარ ჩიშო. პირველ რიგში იდაყვით იწყებ მოძრაობას. ესე. მაჯები არ გაქვს მოღუნული და ძალზევით არ აქვს. ისე რომ ტრაპეციები არ ჩაგერთოს, ამას არ აკეთებ. დიაგონალზე გავუშვი, თითქოს რაღაცას უნდა მიწვდე, ან ვინმეს უნდა დაარტყა სახეში. გაითვალისწინეთ, მეგობრებო, რომ ეს დელტებს იმიტომ ვიწყებთ, რომ უბრალოდ გავიაროთ, გამოცდამე ყველაფერი და ესე არ დააწყებინოთ მოსწავლეს დელტებით ვარჯიში, იმიტომ რომ პატარა კუნთი არის და სხვა კუნთებზე მე დატვირთვა მოიცნება. კარგი. ამიტომ დავუხსნათ ხო? კი ბატონო, მაგრამ რო იცოდე მოსწავლე ეგეთ რაღაცებს არ აინტერესებს ხო? არა, შე შემთხვევაში სხვათა შორის არის რომ აინტერესებს რა. ეხლა ჩემსაც მოდი ინტერესიანი ის ყავს თქვა კლიენტი. ძირითადად მოსწავლეებს აინტერესებს და მოსწონთ როცა შეგრძნებით ვარჯიშობენ და ტვინით რა და იციან რას აკეთებენ. და ესე დელტებზე გვაქვს 3 თავი, წინა, შუა და უკანა. და თითოეულ ნაწილს ჭირდება ესე თქვა ინდივიდუალური მიდგომა. თვალისწინეთ რომ მე ცოტათი ბრაკი ვარ. თუ თავიდან ადამიანს უჭირს გაკეთება, ბეჭებში გაიმართება, ბეჭებ გამართული დიაგონალზე აქვს ხელები. ბეჭებში გამართვა ტრაპეციას ბუნებრივად ქვევით წევს და პირიქით ზევით არ გადმოგდებული თუ ძალით არა წიე, კერდი ზევით და ბეჭები თავისით სწორდება. ბეჭებში გამართული დგას, წელი ნეიტრალურ პოზიციაში არის და არ არის ჩაგდებული და გაბზეკილი უკან, ან პირიქით მოღუნული. ნეიტრალურ პოზიციაში როგორც დადის ადამიანი. ხელები წინ ან გვერდებზე უკეთესი არის წინ, რადგან მეტი ამპლიტუდა იქნება და უკეთესი მოძრაობა იქნება და ბეჭი შესაბამისად წინ არის გადმოწეული და ნაკლები არის იმის ალბათობა რომ ჩაერთოს. ეს პოზიცია უნდა ქონდეს ბუნებრივად როგორც გვაქვს აი ეგრე. ოკეი. ესე ჯობია. ჯერ თავიდან ეგრეთ სადოთ და მე შეიძლება უფრო მოგეწონოს ეს ჩატრიალებული. ხო. და მოძრაობას რო გამიკეთებ, შეეცადე რომ წაიღო განზე და ყოველთვის იდაყვი უნდა იყოს ზემოთ მომართული. არ უნდა დამირღვიო ეს ტრაექტორია, რაც არის მაჟები ყოველთვის ნეიტრალური, არ ჩამიტეხო ძალიან და არც ესე. კარგი. დამწყებისთვის მგრძნობელობები არის სენსიტიური თემა, რადგან არ აქვს ჩამოყალიბებული ის თვისება. შესაბამისად, აქ თუ ვერ გრძნობს და ყველაფერს სწორედ აკეთებს, შეგიძლია ესეთ რაღაცა თქვა, რომ მოდი ხელები მომადე. შეუძლებელად ბუნებრივი მოძრაობით. წონის გარეშე, ყველაფრის გარეშე ამას აკეთებინებ და ხელებზე აწვევი რა. როდესაც აქ დააწვევი, ბუნებრივად უქმნი შენ წინაღობას და შეიძლება და უფრო დიდი ალბათობა იმისა, რომ იგრძნოს დატვირთვა. ან შუაში, სადაც რომელ კუნთსაც აკეთებინებ. იდაყვები დატრიალებულია და აქ ხელს არ წევ ბოლომდე. სულ რომ მე მობილობა მქონდეს და შემეძლოს ხელების ბოლომდე აკაჩვა ტრაპეციებს შავ. თავამისად წინ თუ არ გადმოხრილი, წევ ოდნავ. გრადუსებით ფიზიკურად ახლა ვერ გეტყვი რამდენი გრადუსი. სტაბილიზაციისთვის. ბენჩი. 45 გრადუსი საკმარისი. პირდაპირ უნდა ჩაეხუტო ამას და გადმომიხარო ხრები მოადგუნო ბოლომდე. და იგივე პრინციპით იდაყვი ზემოთ მომართული უნდა იყოს და უნდა წაიღო იგივე პრინციპით განზე. ანუ ისევ დიაგონალზე გაუშვო ხელები. მაქსიმუმ აი ამ პოზიციაში წევ რა. ძალიან ბოლომდე მაღლა არ წევ ხელს რომ არ ჩაერთოს ტრაპეციები. ცალი ხელით შეგიძლია გააკეთებინო თუ ამ პოზიციაში ვერ გრძნობს. ცალი ფეხი საყრდენი ან თუ გინდა ორივე ფეხით დაიყრდენი. მაგრამ თუ აკეთებ ცალი ფეხით დააყრდენი ის ფეხი რომელიც საპირისპიროდ უყურებს შენ ხელს. რომელ ხელზეც აკეთებ. კარგად ხელს მოკიდებ, ჩაჭირებ. ბეჭებში გამართული ხარ, კერდი ზევით იყურება, ხელის პოზიცია ბარძაკზე დაფიქსირებული ან წინ,
და მიგაქვს ხელი დიაგონალზე. იგივე ვარიანტია. წარმოიდგინე რომ ვიღაცა გვერდზე გიდგას და თავში უტყავ. აკეთ. ანალოგიურად დატრიალებული არის იდაყვი. არადის ზევით ამ მოძრაობას არ აკეთებს. იდაყვი ადის ზევით, ჩამოდის ქვევით. და დამწყებისთვის უფრო კომფორტულია, კარგად არის საყრდენი აქვს, ჩაჭიდებულია, მეტი ამპლიტუდა აქვს ჩამოწევის და აწევის. შეკუმშვის გაწევის ამპლიტუდები. მოდი ვქნათ პირველი ვარიაცია, ოდნავ შიგნით შეტრიალებული იდაყვით. ხო, იდაყვი არასოდეს არ არის ეს? ხო. პერპენდიკულარულია იატაკის. კი ბატონო, ყოველთვის უყურებს იატაკს. არასოდეს არ ვაკეთებთ გადაშლებს. აი ამას არ ვაკეთებთ. რა სიბრტყეშიც არის იდაყვი მოქცეული, იმ სიბრტყეში ჩამოდის პერპენდიკულარული, როგორც იტყვა. ქვევით, ზევით, ქვევით, ზევით. შემოტრიალების შემთხვევაში შემოგვაქვს ანალოგიურად 90 გრადუს ოდნავ ჩამოცილდება და აგვაქვს ზევით. არასოდეს არ გვაქვს მაჯები განატეხი. მაჯები ყოველთვის გასწორებული მყარად ჩადის და ამოდის. წინა დელტის აწევები წინ სიბრტყეში როგორ ხომ დღეს ხანდახან შესავალი. კი ბატონო, ოდნავ მოღუნული იდაყვი ბოლომდე ჩაკეტილი არ მაქვს და გასწორებული და წინ ამაქვს. როგორც კი ოდნავ მაინც შემოვიდა შიგნით, ერთობა კერდი. კერდი. ამ სივრცეში. ამით წინა დელტა ასე თუ ისე მოვჭით. ახლა უკანა დელტას აქ როგორ ვაკეთებთ? კიდეზე ვჯდებით. თუ ადამიანი ძალიან მაღალია სკამს უწევთ ზევით. ანა ვაკეთებინებთ სხვა რამე. ფეხები წინ. კი ბატონო, ფეხები წინ, გადახრილ პოზიციაში, თავი ნეიტრალურად და არც ქვევით ჩახრილი და არც მაღლა, ნეიტრალურ პოზიციაში. აქაც დიაგონალზე უშვებთ. არ გვაქვს უკან, არ გვაქვს ძალიან წინ რა. მაგრამ თუ გვაქვს კლიენტი რომელიც არის ჰიპერტონიკი, მაგისთვის არის ეს ვარიანტი. ისეთ არც ერთ ვარჯიშს არ ვაკეთებინებთ, რომელშიც თავი წინ არის გადახრილი. ანალოგიურად შეგვიძლია ესეთ დატრიალებული ხელითაც. მაგრამ თუ დარბაზში გაქვთ პეგდექი, არ გინდათ ამებით წვალება. არც კაბელებით, არც დამბელებით. პეგდექზე ბევრი ვერ გრძნობს. ყველაზე კარგად პეგდექზე ვგრძნობ. აუ, პეგდექს ველი საკავებულია. ხო, ნუ ესენია. არ ვიცი რა გამაკეთო. ცალი ხელითაც შეგიძლია და ორივე ხელითაც შეგიძლია. ორი ხელით გამოგდეს. უბრალოდ რეზინის შემთხვევაში ბალანსი ცოტათი ჭირს რა, იმიტომ რომ ქანაობს აკეთი კიდე. კიდეზე ვძებით, ხელებს ვაყვნოთ კიდეს. 90 გრადუსზე გავიწევით ფეხებით. ფეხები მოდუნებული გვაქვს, არ გვაქვს მოხრილი. ამ მოხრილი რა უხესავთ, ძალას არ ვატანთ რა. თავიდან ბოლომდე ტრიცეპსზე ვზივართ. ჩავდივართ, ამოდივართ. ისე რომ ბოლომდე არ შლით ხელს, ოდნავ მოღუნულია, ჩავდივართ, ამოდივართ. ჩავდივართ, ამოდივართ. არ ვაწევით ბეჭებით, ბეჭებზევით არ ვწევთ, მუხლებს არ ვაწევთ. ტრიცეპსით ამოიწიე, ეს. ჩასვლის მომენტში არ იხრები, ტანს წინ არ წევ. ტანი ამოდის ერთ სივრცეში. ვერტიკალურად ჩადიხარ და ამოდიხარ ზედმეტი გადახრის გარეშე. კი გართულდა. ხო, რაც უფრო ფეხებს წინ გაწევ, მით უფრო გართულდება. ოკეი. ადამიანს ვაქვს ხრის პრობლემა. ეს ვარიაცია ძალიან გაუჭირდება. ჯერ მით უმეტეს აი ამის შემოტრიალება გაუჭირდება და მე უკან გადატანა ისე რომ იდაყვი არ ამოძრაოს და განზე არ გაუშვეს. მით უმეტეს მე ძალიან მიჭირს ამ ვარჯიშის თავისუფალ ზონაში გაკეთება. ამის სწორი შესრულების ტექნიკა. შეიძლება ტექნიკი ცოტათი არასწორად გავაკეთო, მაგრამ აგიხსნი როგორ უნდა იყოს სწორი. იდაყვები შიგნით არის შემოტრიალებული, იდაყს არ ამოძრავებ ერთადერთი ხრის სახსარში. იდაყვის სახსარი ჩადის ქვევით, სახსარი ამოდის ზევით. არ ვაწვევით ტრაპეციებით, არ ვაწვევით ბეჭებით ან რაიმე სხვა მხოლოდ ტრიცეპსი და სახსარში მუშაობს კუნთი. ვისაც მობილობა აქვს შეიძლება ბოლომდე გაგიშალოს, ისე რომ იდაყვი არ დაუტრიალდეს, ან ნახევარზე აკეთოს ამ ნაწილში, ამ სივრცეში. უკეთესი არის რომ თუ შეუძლია ადამიანს შემოიტანოს შიგნით და თავთან ახლოს კონდეს. დატრიალებული კონდეს. აი ამ პოზიციაში უფრო კონდეს და აქ ამუშაოს. ვისაც უჭირს უბრალოდ რომ იდაყვი შიგნით დაატრიალოს, იმიტომ რომ არ არის ბუნებრივი მოძრაობა. მით უმეტეს თავს უკან რაღაცას როცა აკეთებს, შეიძლება განზეს კონდეს იდაყვები. ამ შემთხვევაში შეიძლება მუშაობა ერთადერთი არ ვამოძრავებთ იდაყვებს წინ, განზე ან ზევით და ქვევით რა. ტრაპეციები ერთ ადგილზე არის დარჩენილი და მარტო მუშაობს სახსარი. ტრიცეპსზე, ანუ სამთავაკუნცე და ორი ვარჯიში საკმარისია, იმიტომ რომ მედიალური და გრძელი თავი თითქმის არის ერთ და იგივე სიბრტყეში მოქცეული. რასაც გრძელი თავი აორჩევს, იგივე აორჩევს მედიალურ თავსაც. ლატერალური თავი ცალკე არის საჭირო რომ აორჩევთ. კან მე გავაკეთებ მაგალითად ამ ვარიაციას და ზემოთა ვარიაციას და ეგ არის. ხო, კიდე ერთი ნიუანსი, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენ გავაკეთებთ თოკით, თუ გავაკეთებთ ღერძით. ერთი და იგივე თავის ვარჯიში არის ზუსტად. მაგრამ მე მაგალითად ღერძით მირჩევია, იმიტომ რომ სტაბილიზაციისთვის უკეთესია. პროგრესული დატვირთვაც უკეთ მოაქვს ჩემთვის. კი ბატონო. აი, ბიცეპსი შეგვიძლია ფეხზე დამდგარი, ან ჩვეულებრივად ყველასთვის საყვარელი ვარჯიში. ქარლები, ან შეგვიძლია დავწვეთ. კარგად არის მოსვენებული თავი, ფეხები ყოველთვის მყარადებს. თუ რამე ვაი და წონა ვერ ავწიეთ,
ფეხით შეგვიძლია მყარად დავდგათ და მივახმაროთ. იდაყვები არ არის განზე გაწეული, აქ არ ვაკეთებთ, იმიტომ რომ უკვე ბეჭის ხარჯზე და უგანიერესის ხარჯზე ხელი გვაქვს გაწეული და დაძაბული გვაქვს დელტები. იდაყვები ახლოს როგორ შეგვიძლია, კერდი, ზურგი, ყველაფერი მყარად დევს. იდაყმა არ უნდა გააკეთოს ეს მოძრაობა. ჩვენ წინ და ზევით არაფერს არ ვცვალოთ, ვამოძრავებთ იდაყვის სახსა. ზევით, ქვევით. ზევით, არ მოძრაობს და ამ მოძრაობას არ ვაკეთებთ. თუ გაჭირდა, არც ამას არ ვაკეთებთ და არ ხვდებით. ერთადერთი შეგვიძლია სადამდე შევძლებთ მაქსიმალურად ამის მეტი თუ ვეღარ მაქვს. აქედან უკვე ქვევით გავუშვი. მაჯების პოზიციონირებაში რა სხვაობები გვაქვს? ესე იგი, კლასიკურ bicep curl-ის დროს იტვირთება ორთავა კუნთი. როდესაც გადმოატრიალებ გვერდზე და ვაკეთებ hammer curl-ის ვარიაციას, მაგ შემთხვევაში ერთვება ბრახიალისი. ბრახიალისი არის რადიო ბრახიალისი ბოლომდე ამოტრიალებული რო გაქვს. და შეგიძლია ბიცეპსის ვარჯიშიც გააკეთო 2, ჩვეულებრივ კლასიკურს გავაკეთებდი და ამას. როტაციის დამატებით? ხო, როტაციის დამატებით. როტაციაც არის ერთ-ერთი ბიცეპსის ფუნქცია რა. ბიომექანიკური ფუნქციები რო გავიხსენოთ. კომბინაცია და იდაყვის სახსრის მოხრა. დასამამისად, რატო გამოვაკლოთ ბიცეპსის თვისება? როცა შეგვიძლია ვშვრათ ესეთი რაღაც. ხელი ნეიტრალურ პოზიციაში გვიდევს. ამოტანის მომენტში ამოტანასთან ერთად ვატრიალებთ, დავატრიალებთ, სადაც ჩვენი მაჯა შესაძლებლობას მოგცემს. ჩამოტანის მომენტში პირიქით. როტაცია ერთ-ერთი ფუნქცია, შესაბამისად როტაციას არ ვთიშავთ. ან თუ მძიმე არის ხშირად ამას აკეთებენ ხოლმე და ხელის და ტანის ინერციით წევენ მაგალ ხო, ჩიტინგი. რაც წელისთვის მიუღებელია და არ არის კარგი. მით უმეტეს დამწყებ. კითხვა, რომელია შენი ორი საყვარელი ბიცეპსის ვარჯიში? პირველი რაც გავაკეთეთ დაწოლილზე ამოტანები, ჩვეულებრივი ქარლი და ჰამერები. ეს ორი ვარჯიში ჩემთვის არის იდეალური, რაც ამდენი ხანია კარგად მუშაობს და ამდენი ხნის განმავლობაში არ დაუღალატები. შესაბამისად ეს ორი ვარჯიში არის. როცა გვინდა ბიცეპსის და ტრიცეპსის ვარჯიშები გავაკეთოთ დიდი კუნთის ჯგუფთან ერთად, რომელთან გააკეთებდი ზურგთან ერთად თუ კერდის დღესთან ერთად. ესე იგი უნდა გავალანძღინო ხალხს ჩემი თავი. პირადად ყოველთვის დამწყები იქნება თუ ჩემი თავი კერდთან ერთად ვაკეთები ისეთ კუნთს, რომელიც არის კერდის აგონისტი და არა ანტაგონისტი. რადგან კერდზე ისედაც ჩართულ კუნთს მირჩევნია რომ უფრო გავთიშო, ვიდრე მეორე დღეს მაგალითად სიტყვაზე ზურგზე ბიცეპსი გავთიშული მქონდეს და შესაბამისად ზურგს დატვირთვა მოვაკლო. დამწყების შემთხვევაში უკეთესი არის რომ სინერგისტი კუნთები მირჩევნია რომ ავარჯიშო ერთად, იმ კუნთთან ერთად, რომელზეც ისედაც იჭიმება. ოკეი. მით უმეტეს დამწყებთან, რადგან მეორე დღეს გაუჭირდება დიდი კუნთების გაკეთება. კერდთან ერთად ტრიცეპსი და შეგვიძლია ჩავერთოთ წინა დელტა, შუა დელტაც ერთი ვარჯიში. მაგრამ უმჯობესი იქნება თუ გაყოფილად გვექნება დელტების ვარჯიშები და ცალკე დღეს ჩავსებთ. უმჯობესი იქნება ხალხო, რომ თუ ჩამორჩენილია რომელიმე კუნთი, ის კუნთი მეტად დავტვირთოთ ვიდრე სხვა კუნთები. ყოველთვის უმჯობესი არის რომ კვირაში ორჯერ ვავარჯიშოთ ერთი და იგივე კუნთის ჯგუფი, თავიდან ზრდის გამო და მძიმე ვარჯიშებს თუ ჩართავთ კარგი იქნება. ეს კაი ინფორმაციული ნაწილი იყო და ამას ბოლომდე ჩავსვო. 1 საათი თქვენი ცხოვრებიდან არაფერს არ გიწყვიტავთ, რომ თქვენს თავს და თქვენს ჯანმრთელობას დაუთმოთ. ამ ყველაფერს როცა 1 საათს უთმობთ, შეიძლება დიდ დრო არ არის, მაგრამ წლებთან ერთად აკუმულირდება ეს დრო და 50, 60, 80 წლის ასაკში მოღუნულები და ღმერთო შენ გადამარჩინე და ღმერთის იმედზე არ იქნება. მაგრამ მე მუღამში ისე შედიხარ და ისე ობსესივ ხდები პროგრესზე, რომ 3 საათსაც დახარჯა მაგალითად ფეხის დღეზე შეიძლება და უბედნიერესი იყო. მაგრამ კარდიო ჩავთვალე ისე. კარდიოს ნუკლი, კარდიო ცალკე სივრცე არის საერთოდ. აი ხარ ასე გადავიდეთ? ეხლა გადავიდეთ ძუძუებს. ყელში მაგ, მაგრამ გადავიდეთ.